ყაზახეთის სამივე მოქალაქე, რომელიც დიდი სპეცოპერაციის შემდეგ ბათუმის ნავთობ ტერმინალში 5 დეკემბერს დააკავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შემოსავლების სამსახურმა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დღეს საკუთარი ფეხით მივიდნენ საქალაქო სასამართლოში, ბათუმის რაიონულ სასამართლოში, გამოცხადდნენ პროცესად და საბოლოოდ რამდენიმე წუთის წინ მათ კვლავ დატოვეს სასამართლოს შენობა 9 მილიონი ლარის სანაცვლოდ ისინი არიან თავისუფლებაზე. არადა საკამოძიებო უწყება მათ საკმაოდ მძიმე მუხლით ედავება 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს მუხლი, რომელიც მათ აქვთ წაყენებული, თუმცა დღეს პროკურორმა პროცესის შემდეგ განმარტა, რომ ეს ადამიანები გამოიკითხნენ და მათ დაახლოებით 4 საათი დაყვეს მხოლოდ წინასწარი მოთავსების იზოლატორში და ამის შემდეგ ისინი 5 დეკემბერსვე გაათავისუფლეს საკამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა. მათი დააკავება გამოძიებას ხელს არ აძლევს, მათ მიაწოდეს სრული ინფორმაცია, მისცეს სრული ჩვენება გამომძიებლებს, შესაბამისად გაფორმდა საპროცესო შეთანხმება მათთან, რომ საქალაქო ბათუმის რაიონულ სასამართლოში დადგებოდა გირაოს შეფარდების საკითხზე მსჯელობა და მათ დღეს სწორედ თითოეულ მათგანს 9 მილიონი ლარის გადახდა დაევალათ სახელმწიფოსთვის. საკამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ ყაზახეთის სამმა მოქალაქემ, რომლებიც ბათუმის ნავთობ ტერმინალში 2012 წლიდან დღემდე იყვნენ დასაქმებულები, სახელმწიფო დააზარალეს, დააზიანეს 3 მილიონ ლარზე მეტი გადასახადი დაუმალეს მათ შემოსავლების სახელმწიფოს და აქ საუბარია 15 მილიონის ნედლი ნავთობის საბაჟოს გვერდის ავლით გაყიდვაზე და გასხვისებაზე. ეს ადამიანები იყვნენ ზედამხედველები ნავთობის, რომელიც ექვემდებარებოდა საბაჟო ტერმინალის გავლას და სწორედ მათი ხელმძღვანელობის პერიოდში, ზედამხედველობის პერიოდში გაიფლანგა ამ რაოდენობის 3 მილიონ ლარზე მეტი ლარი, რომელიც უნდა შესულიყო ბათუმის ბიუჯეტში. ბრალს აღიარებთ, როგორ გამოხვედით გარეთ? როგორ არ არის, როგორ გამოხვედით გარეთ? შეგიძლიათ გითხრათ? როგორ გამოხვედით გარეთ? ბრალს აღიარებთ, როგორ გამოხვედით გარეთ? რა შეთანხმება ჰქონდათ პროკურატურასთან? ბრალს აღიარებთ, როგორ გამოხვედით გარეთ 15 მილიონის მითვისება? როგორ მოხდნენ ისინი? დავაკავეთო თქვენმა სამსახურმა და გარეთ როგორ არიან? გვიპასუხეთ, გარეთ როგორ არიან ეს ადამიანები? ვაგრძელებთ მტკიცებულებების მოპოვებას და გამოძიებას, მაგრამ იმ მომენტისათვის ის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოპოვებისთვის ეს საპროცესო იძულებითი ღონისძიება იყო საჭირო და ბრალდების მხარემ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეს გავაკეთეთ. რაც შეეხება გათავისუფლებას, გითხარით რომ მოხდა მათი გათავისუფლება ასევე საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან იმ მომენტისთვის უკვე დაკავება აღარ იყო საჭირო. ბათუმის ნავთობ ტერმინალში სპეცოპერაცია 5 დეკემბერს ჩატარდა და 5 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდა ყაზახეთის სამი მოქალაქისა დაკავებული იყო ნავთობ ტერმინალში მომუშავე 21 ადამიანი, მათ შორის ხელმძღვანელი პირებიც, თუმცა როგორც ჩანს, ყველა მათგანი ახლა არის თავისუფლებაზე. პროკურორმა დღეს არ გამორიცხა და ანონსა, რომ ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაძლოა სამომავლოდ ვიხილოთ სხვა პირებიც, რომლებიც მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მადლობა სოფო, პირდაპირ ეთერში სოფონია ური საუბრობდა.